შენ დაიწყებ თუ მე? შენ დაიწყე. ენდის სამი მსოფლიოს ქვეყნების დაპირებაა, რომ სადგური აირების ეროვნულ ემისიებს შეამცირებენ და ჩვენს პლანეტას კლიმატის ცვლილებისაგან დაიცავენ. ენდისი ნიშნავს ეროვნულ დონეზე განსაზღვრულ წვლილს, რომლის შესრულების პირობას დებენ პარიზის შეთანხმების მონაწილე ქვეყნები, მათ შორის საქართველო. დაპირებაში გაწერილია თუ როგორ უნდა შეიცვალოს ქვეყნის ეკონომიკა, ენერგეტიკა, წარმოება, სოფლის მეურნეობა და სხვა სექტორები ემისიების შესამცირებლად. ენდისის შემუშავება კომპლექსური პროცესია, რომელიც მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოების, კერძო სექტორის, ექსპერტებისა და საერთაშორისო პარტნიორების მონაწილეობით მიმდინარეობს. საქართველომ უკვე დაიწყო ჩვენი მესამე ენდისის შემუშავება, რომელიც გაეროს კლიმატის ცვლილების შესახებ ჩარჩო კონვენციის სამდინოს გაეგზავნება. ჩვენ მოგიყვებით თუ რას გულისხმობს საქართველოს განახლებული კლიმატური დაპირება და როგორ აისახება ეს უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი ჩვენი ქვეყნისა და თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაზე. საქართველოს ახალი კლიმატური დაპირების მიხედვით ტყის მიერ ნახშირორჟანგის თანთქმის პოტენციალი 10%-დან 15%-მდე უნდა გაიზარდოს. ამის მისაღწევად ტყის რესურსებს მეტად უნდა გაუფრთხილდეთ, ხოლო ტყის მართვაში მდგრადი პრაქტიკა უნდა დაინერგოს. ჭარბტენიანი ტერიტორიები და საძოვრები ასევე შთანთქავს ნახშირორჟანგს და ამ მხრივ ძალიან ძვირფასი რესურსია. ენდისი 3 ითვალისწინებს მათი პოტენციალის შესწავლას და მართვის მდგრადი პრაქტიკის დანერგვას. გაგიკვირდებათ, მაგრამ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა მავნე ემისიების ერთ-ერთი წამყვანი წყაროა. კლიმატის ცვლილების საკითხები აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ყველა სახელმწიფო პროგრამაში, რომელიც სოფლის მეურნეობას ეხება. საქართველო უნიკალური ბიომრავალფეროვნების ქვეყანაა, რომელსაც ჩვენი მოვლა, გაფრთხილება და შენარჩუნება სჭირდება. ენდისი 3-ის მიხედვით საქართველოს დაცული ტერიტორიების ქსელი მინიმუმ 30%-ით უნდა გაიზარდოს, ხოლო ენდემური და საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების დაცვა და შენარჩუნება უფრო ეფექტიანი უნდა გახდეს. კლიმატის ცვლილებისაგან არა მხოლოდ ბუნება, არამედ საკუთარი თავით უნდა დავიცვათ. ამისათვის ზედმიწევნით უნდა შევესწავლოთ ჯანდაცვასთან დაკავშირებული საფრთხეები, რომლებიც ადამიანს კლიმატის ცვლილების გამო ემუქრება და შესაბამისი გეგმა შევმუშაოთ ამ საფრთხეების ასაცილებლად. იცოდით, რომ ემისიებით ვაჭრობა შეიძლებოდა. მსოფლიოში უკვე შეიქმნა ემისიებით ვაჭრობის მექანიზმები, რომლებსაც ბევრი ქვეყანა იყენებს. ენდისი 3-ის მიხედვით საქართველო იღებს ვალდებულებას, რომ ემისიებით ვაჭრობის სისტემას შექმნის და დანერგავს. კლიმატის ცვლილებასთან გამკლავება შეუძლებელია ენერგეტიკის რეფორმის გარეშე. ჩვენი პასუხია განახლებადი ენერგია, ენერგოეფექტური შენობები, სუფთა და მწვანე დასახლებები. ასეთ ქალაქში ცხოვრება ყველას მოუნდებოდა. ავაშენოთ ერთად. ასეთ ქალაქში გადაადგილებაც მწვანე საზოგადოებრივი ტრანსპორტის მეშვეობით უნდა შევძლოთ. ენდისი 3 ითვალისწინებს ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის განვითარებას და ფეხით სიარულისა და ველოსიპედისთვის გამართული ინფრასტრუქტურის შექმნას. ჩვენ გვჯერა, რომ მომავლის მოქალაქე განათლებული ადამიანია, რომელსაც საკმარისი ინფორმაცია აქვს კლიმატის ცვლილებაზე, გარემოს დაცვასა და მდგრად მოხმარებაზე. კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული საკითხები აუცილებლად უნდა შევიდეს როგორც სასკოლო, ისე საუნივერსიტეტო პროგრამებში. ხოლო სამეცნიერო ინსტიტუტებმა მეტი დაფინანსება უნდა მიიღოს საქართველოსა და რეგიონზე ორიენტირებული კვლევებისთვის. ეს ინფორმაცია ყველასთვის ადვილად ხელმისაწვდომი უნდა იყოს და ხელი უნდა შეუწყოს ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებას. საქართველოს კლიმატური დაპირების შესრულება ბევრ ცვლილებას მოითხოვს, რაც საკმაოდ რთულია. როგორ მოგიცეთ? ყველა ცვლილება უნდა ეფუძნებოდეს სამართლიანობის პრინციპს და ითვალისწინებდეს საქართველოს თითოეული მოქალაქის, განსაკუთრებით ეკონომიკურად თუ სოციალურად დაუცველი ჯგუფების ინტერესებს. კლიმატური დაპირების შესრულებამ უკეთესობისკენ უნდა შეცვალოს ჩვენი ცხოვრება. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ დოკუმენტის შედგენასა და შესრულებაში ყველა მივიღოთ მონაწილეობა.